ოცნება რა მაქვს ვერ ვიხსენებ. მაგრამ ეხლა მაქვს ბავშვური ოცნება, რომ ძალიან მინდა კოსმოსში წასვლა. შეიძლება ძალიან ბანალურიც არის და ბევრს აქ ეგეცნება, მაგრამ თან ექსპერიმენტიდან გამომდინარე ძალიან მიყვარს კოსმოსი და სიამოვნებით გავიდოდი დედამიწის გარეთ და ერთი რო გარედან შევხედავდი დედამიწას და თან მაინტერესებს იქით რა ხდება. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გავხდარიყავი ყვინთავი. რატომ არ გითხარით, უბრალოდ ზღვაზე ვარ გაზრდილი და ყვინთავა უცვლელად. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ამაშენებინა დიდი სახლი და ყველა უპატრონო ცხოველი რომელიც გზაში შემხვდებოდა წამოყვანდა იქ. და დედაჩემს აღარ გამოვეკდა სახლიდან იმის გამო რომ ხან ერთ ცხოველს აუყვანდი, ხან მეორე ცხოველს. ბავშვობის ოცნება რაღაც კონკრეტული ოცნება ერთი არ მაქვს. მაგრამ ბავშვობიდან მაინტერესებდა და ვიყავი ხოლმე ჩართული იმაში, რა ქვია, რაღაცა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყოველთვის რაღაც ჩემი აზრი გამაჩნდა. ერთხელ ანუ შევარდნაძის პერიოდში მახსოვს აი ყველა რო აკრიტიკებდა და მთელ საქართველოს რო ეს რაღაცა ისე ქონდა, რა ქვია, მოუშორებულ ჭირა თითქოს შევარდნაძე და მე პატარა ბავშვი ვარ, ეხლა ვერ ხვდები ყველა რატო ლანძღავს ამ შევარდნაძეს და ავიღეს ფურცელი რა და დაუწერე ამ ფურცელზე რომ მიმართავი ჟურნალისტებს მეთქი ნუ აკრიტიკებთ შევარდნაძეს თქო. იმიტომ რომ მე ბრინჯივით იბნევა და ვეღარ მართავს თქო ქვეყანას რა. მიხარია რომ თვითი ისეთი სამსახური მაქვს, სადაც ესეთ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. ერთი რომ თვითონ გუნდი ვისთანაც მუშაობ, ძალიან ბევრ ჩემ თანაგუნდელს, ასე ვთქვათ, სააგენტოში აქვს ბევრი კარგი ისეთი თვისება, რომ შეიძლება მიფაძო და რაღაც ერთმანეთისგან სამაგალითოდ ბევრ რაღაცას ვიღებთ. ეს ერთი მაგალითად. მეორე ისევ საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი საინტერესო ადამიანის ჩამოყვანა, ბევრ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა გვიწევს და აქაც ერთ-ერთი მაგალითად გამოირჩევა ისრაელიდან იყო ესეთი ადამიანი გიგი ლევი. არის ადამიანი, რომელიც თავისი კომპანია გავიდა 240 მილიონად და თითოეულ ახლა აქვს 80-ზე მეტ კომპანიაში ინვესტიცია. და მესამე, ну, რა თქმა უნდა, იგივე სტივ ჯობსი ხო. ძალიან ბევრი ამბობს ალბათ სტივ ჯობს, მაგრამ მისაბაძი არის ნამდვილად და რას ვერ დაუკარგავ მას ამ ადამიანს, რომ მართლა შეიძლება ბევრი იყოს ეს ადამიანი, ვინც ამისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ну რეალურად ისეთი რაღაც გააკეთა, რაც ძალიან ბევრ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება და ასოცირდება ზუსტად გახსნილ აზროვნებასთან, ინოვაციასთან. ბავშვობაში ბევრი მყავდა, რა თქმა უნდა, ანუ როგორც ყველა ახალგაზრდას მე მყავდა ჩემი კუმირები გინდა, როგორც კლავები გინდა, ვთქვათ, მათემატიკოსი იქნებოდა, მეცნიერი თუ სხვა საზოგადო მოღვაწე. თუმცა დღესდღეობით ესეთი მისაბაძი მაგალითი, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანია, რომელსაც უზარმაზარ პატივს სცემ. მაგრამ ვთქვათ, ალბათ ასაკისბრალია უკვე მისაბაძი ადამიანი არ ამყავს, ვცდილობია პირიქით მე ვიყო ჩემი შვილისთვის მაგალითი. ჩემი მისაბაძი მაგალითი არის მამიჩემი, ჩემი ბავშვობის გმირი და დღემდე ყოველთვის ვცდილობ, რომ მამას მივბოწო და დავუძღოსო მამა. ამი ძალიან ბევრი მისაბაძი მაგალითი აქვს, მაგრამ ვინც მახსენდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეები, ვინც იყვნენ პირველი თავში ილია ჭავჭავაძე მომდის არ ვიქნები გამორჩეული მომდის თავში და ეს გიპასუხებ რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების წესი და მისი იდეოლოგია მაშინდელი ეხლა რო ვთქვათ ვინმემ განახორციელოს, ანუ მაშინაც ვთქვათ ჭირდა აქ ინფრასტრუქტურა განათლების სისტემა არ იყო განვითარებული და ვთქვათ მაგიტომ მიიღო იმდროინდელ განვითარებულ ქვეყანაში მეფის რუსეთში განათლება და აქ ჩამოვიდა და მოახმარა თავის ქვეყანას. ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა სადმე იაპონიაში ჩახვიდე, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი პირველი რო ხარ, ვინც აღნიშნავს მაგას. საინტერესო იქნებოდა. ან კიდე რაღაცა ისეთ მაგარ ადგილზე რო შეხვდე რა, რომ აი მაგალითად ნიუ-იორკში არის რომ დიდ მოედანზე
მეთანზე ბევრი ხალხი ერთად ხდება და რაღაც ჯადოსნურ სამყაროში ხდება, აი ძალიან ბევრი ფეიერვერკი და რაღაც ხო. დაახლოებით ქონდა ხოლმე აქ თავისუფლების მაინარაცული ყოფილი ხალხი ფეიერვერკები, ხვდები რაღაცა ისეთ ადგილას შევხვდებოდი, რომ დღესასწაული რო არის, აი მაგალითად ავსტრალიაში რაღაც სიდნეიში ის თავზე რო ფეიერვერკებს უშვებენ და რაღაც ხიდებიდან რაღაც აფეთქებები ხდება და თან საინტერესო იქნებოდა იქით მართლა აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ხარ რომ აღნიშნა მაგას. ნახე საინტერესო იქნება. ალბათ ყველა ну ახლა განსაკუთრებით ვთქვათ მე 2015 წელს ოჯახში შეგვემატა ახალი წევრი შვილი ჩემი და ალბათ ეს იქნება პირველი საოცრად ახალი წელი ვთქვათ ოჯახთან ერთად უკვე შვილით ჩემი საოცნებო ახალი წელი მაგალითად მაიამის კუნძულზე წავიდოდი მეგობრებთან ერთად და ახალ წელს შეხვდებოდი არა თოვლიან გარემოში, არამედ სადმე ზღვისპირას ზის ცხელგულზე. რავი, ალბათ როგორც ყველასთვის ახლობლები კარგად რო იყვნენ თანაც აბორჩებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ცოტა და მინდა რომ რავი, ყველა კარგად იყოს და თან ბანაურსული ჯანმრთელობა და რისთანხმობა და ასე შემდეგ. ყველაფერი მაინც მაგალითად დადის ხოლმე ახლა აკადემიური მწვერვალებიც არ უნდა დაიპყრო მაინც ბედნიერებისთვის გჭირდება ადამიანს რომ ახლობლები ყავდეს კარგად და მაგას უსურვებ ჩემთვის და ყველას.